ავტოიმპორტიორები ცვლილებების მოლოდინში არიან. კანონპროექტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილის შეზღუდვას ითვალისწინებს, დილერების შეფასებით ავტოპარკის განახლების ნაცვლად დაძველების რისკს ქმნის. იმპორტიორების შეფასებით საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ფინანსურად არ შეუძლია 6 წლის ან უფრო ახალი ავტომობილის შეძენა, მოუწევს საკუთარი ძველი მანქანის დატოვება და მისი ექსპლუატაციის ვადის გაზრდა. ამავდროულად ბაზარზე ავტომობილების გაძვირების ფონზე ავტონაწილების გაძვირების მოლოდინია, თუ რა ეფექტი ექნება ახალ რეგულაციას და რა გამოსავალს ხედავენ დილერები. მარი მელიქიშვილი გვერდება პირდაპირ ეთერში თემის დეტალებით. მარი, მოგესალმებით და გისმენთ. გამარჯობა თათია, მე ვესალმებით ჩვენს მაყურებელს. ახალი შეზღუდვა გააძვირებს როგორც უკვე რეგისტრირებულ ძველ ავტომობილებს, ისე ახალ 6 წელზე ნაკლები ასაკის მანქანებს. ასეთია ბაზრის მოთამაშეების ნაწილის შეფასება. ავტოიმპორტიორ კომპანიებში მიაჩნიათ, რომ 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების იმპორტის აკრძალვა ნეგატიურად აისახება მთლიანად ამ სექტორზე, ვინაიდან შემცირდება ავტომობილების იმპორტი და რეალიზაცია. სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, მათ არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე შეუმცირდებათ გაყიდვები, არამედ რეექსპორტის კუთხითაც გამოწვევების წინაშე დადგებიან. მართალია შეზღუდვა პირდაპირ არ ეხება ქვეყანაში რეექსპორტის მიზნით შემოყვანილ ავტომობილებს, თუმცა კომპანიების ნაწილის შეფასებით ავტოდილერებისთვის რისკები მაინც იზრდება, რადგან მათ შესაძლოა ამ მანქანების რეალიზაცია საექსპორტო ბაზრებზე დროულად ვერ შეძლონ, შიდა ბაზარზე კი მათ რეგისტრაციას უკვე ვეღარ მოახერხებენ. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ ქართველ დილერს აღარ ექნება იმის სტიმული, რომ შემოიყვანოს ავტომობილი რეექსპორტისთვის. შესაბამისად, ეს ბაზარი მთლიანად დარჩება უცხოელ დილერებს, კერძოდ ყაზახ და ყირგიზ გადამყიდველებს. ავტობიზნესით დაკავებული პირების გარდა სექტორში ამბობენ, რომ რეგულაციას ნეგატიური გავლენა ექნება მომხმარებელზეც, ვინაიდან მათ არა მხოლოდ ავტომობილები გაუძვირდებათ, არამედ ავტონაწილები და ავტოსერვისიც. ბიზნეს სექტორში მიაჩნიათ, რომ საბოლოო ჯამში პირველი წელი საკმაოდ მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს სექტორისთვის, სანამ მოთხოვნა მიწოდება ერთმანეთს ზუსტად დაემთხოვა და ბაზარი წონასწორობაში მოვა. კომპანიებში ბრუნვის შემცირებას პროგნოზირებენ. გავლენა ის იქნება, რომ ელემენტარულად გააძვირებს შიდა ბაზარზე ავტომობილების პას. ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მოახერხებს ყიდვას, იმიტომ რომ სტატისტიკის მონაცემებით მხოლოდ 5%-ს აქვს ჩვენი მოქალაქეების ყიდვის საშუალება ახალი ავტომობილების. შესაბამისად, ეს ვერ განაახლებს ავტოპარკს და ისედაც მძიმე მდგომარეობაში ყოფი, ტექნიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავტომობილები უფრო გამოუსადეგარ მდგომარეობაში მოვა. ავტოდილერების ნაწილს რაც შეეხება რეექსპორტზე 6 წელზე უფრო ძველი ავტომობილებიც საკმაოდ დიდი რაოდენობის გადის და ახლობით საქსტატის მონაცემებით სადღაც 40-დან 54%-მდე არის 6 წელზე უფრო ხანდაზმულ ავტომობილებზე მოდის, რაც არ არის ცოტა. თუმცა ახალი რეგულაციის შემდეგ ავტოდილერს უკვე მოტივაცია აღარ აქვს, რომ იყიდოს 6 წელზე უფრო ასაკიანი ავტომობილი. საქართველოს ბაზარი მას როგორც ასე ვთქვათ ბალიში, ისე ყოველთვის გეგმა ბედ ქონდა. თუ თქვათ ავტომობილი ჩამოიყვანეთ თქვენ გასაყიდად რეექსპორტზე და ვთქვათ შესაბამის თანხაში ვერ გაყიდეთ ან შესაბამის დროში, თქვენ ყოველთვის ქონდათ გეგმა ბედ საქართველოს და ქართული ავტობაზარი. კი, აქ მარჟები შედარებით დაბალია საქართველოში როცა ყიდით, თუმცა გადაზღვევა რისკის ეს ყოველთვის იყო. ახალი რეგულაციით გამოდის, რომ ავტოდილერს ამ სეგმენტში უბრალოდ რისკი ეზრდება. როგორც ვიცით, მთავრობის ახალი რეგულაციის მთავარი მოტივი საცობების განტვირთვა, ავტოპარკის განახლება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოიმპორტიორებს მიაჩნიათ, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების იმპორტის აკრძალვა გამოსავალი არ არის და გამოსავალი იქნება, რომ მთავრობამ შეამციროს გამბაჟების გადასახადი, ასევე გარკვეული პერიოდი შეიმუშავოს სოციალური პროგრამა და დაეხმაროს მოქალაქეს ახალი ავტომობილის შეძენაში, მათ შორის იაპ კრედიტზე ხელმისაწვდომობის კუთხით. სხვა შემთხვევაში სექტორის წარმომადგენლები ნაწილს მიაჩნია, რომ ახალი რეგულაციის შემდეგ საქართველოს ავტოპარკი არათუ განახლდება, არამედ უფრო მოძველდება. ავტოდილერების განმარტებით საზოგადოების იმ ნაწილს, ვისაც ფინანსურად არ შეუძლია 6 წლის ან უფრო ახალი ავტომობილის შეძენა, მოუწევს საკუთარი ძველი მანქანის დატოვება და მისი ექსპლუატაციის ვადის გაზრდა. ამოსავალს ვხედავთ ჩვენ ასე, რომ საჭიროა არა ჩაკეტვა ბაზრეს, არამედ პირიქით გახსნა და ტექნიკურად გამართული და ხელმისაწვდომი ავტომობილების, ასე ვთქვათ, შემოყვანა. თუ მივახცევთ იმას, რომ 3 წლიანი, შეიძლება 4 წლიანი გარდამავალი პერიოდი გვექნება
და მაქსიმალურად დავწევთ გადასახადებს და შევუმშავთ გარკვეულ სოციალურ პროგრამებს, რაშიც სახელმწიფო დაეხმარება მოქალაქეებს ავტოპარკის შეცვლის კუთხით, მაგ შემთხვევაში უკეთესი ავტოპარკიც გვექნება და შედარებით უფრო ჯანსაღი, უფრო მეტი ჟანგბადიც გვექნება ქალაქში. თქვენი მიზანი თუ არის ეკოლოგიის გაუმჯობესება, ეკოლოგიას ვერ გაუმჯობესებს წლის შეზღუდვა, ეს ალბათ უფრო სავარაუდოდ რაღაც გამონაბოლქვის სტანდარტზე უნდა დავიდეთ. მაგალითისთვის თუ Euro 6-ის შემოღება გვინდა, შტატებში Euro 6-ის სტანდარტი 2017 წლიდან დაინერგა და ეტაპობრივად შევიდა კალიფორნიის შტატში 2015 წლიდანაც კი იყო. მაგრამ ძირითად უმრავლესობაში უკვე 2017 წლიდან Euro 6 სტანდარტია და შეგვიძლია ვთქვათ ამ სტანდარტს მოვარგოთ. თუ ავტომობილების რაოდენობის შემცირებაა მიზანი, ეს კიდევ უფრო სხვა მიზანია. თუმცა საბოლოო ჯამში ავტომობილების რაოდენობის შემცირებას შეიძლება ვერც კი მივიღოთ, იმიტომ რომ მოთხოვნა მაინც დარჩება. მე თუ გუშინ მინდოდა ავტომობილი, დღესაც მინდა. უბრალოდ მე შემეზღუდა იაფად ხარისხიანი პროდუქტი მეყიდა. შეგახსენებთ, მთავრობის ინიციატივით 1 აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია. გამონაკლისები ვრცელდება იმ ავტომობილებზე, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 1 აპრილამდე, ან რომელიც უკვე შემოყვანილია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, ასევე რეგულაცია არ ვრცელდება ელექტრომობილებზე. მარი, მადლობა. მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.